Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით. ყველას ვაგრძელებთ ჩვენ საინტერესო ბიბლიური თემების განხილვას და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ესეთ საუფლო დღესასწაულზე, რომელსაც ქვია 50-ე დღის დღესასწაული. ივრითულად ამ დღესასწაულს ქვია შავუოთი. თქვენ იცით უკვე დღესო არის როშ ხოდეში, ანუ ახალი თვე ებრაული კალენდრის მიხედვით, სივანის თვეს უძახიან და სივანის 6 რიცხვში არის 50-ე დღის დღესასწაული. მაგრამ სანამ უშუალოდ დავიწყებთ ამ დღესასწაულზე საუბარს, მე მინდა ჩემ გამომწერებს ყველას გთხოვთ, დაალაიქოთ ეს ვიდეო, აუცილებლად დააკომენტაროთ და აუცილებლად გააზიაროთ. და ვისაც ფინანსურად გვერდში გინდა დგომა, ჩვენ ამ ვიდეოს აღწერილობაში და კომენტარებში იქნება ჩვენი საბანკო რეკვიზიტები მითითებული. და უფალმა გაკურთხოთ ყველა კეთილ საქმეში თქვენ. მას ასე ვიწყებთ შავუოთი 50-ე დღის დღესასწაული. დღეს მე ვისაუბრებ ამ დღესასწაულის მხოლოდ ერთ ასპექტზე. სულ ძირითადად სამი ასპექტია, რომელიც გვაქვს ჩვენ ბიბლიაში და მე მინდა მხოლოდ პირველ ასპექტზე ვისაუბრო, ანუ ერთ ასპექტზე. ალბათ სამი ვიდეოს გაკეთება მომიწევს, ნახოთ, ჯერ კიდევ წინ გვაქვს, ჯერ 6 რიცხვამდე 6 დღეა ებრაული კალენდრის მიხედვით. და ვეცდები უშუალოდ ამ დღესასწაულზე მესამე ნაწილიც გამოვცე ამ ვიდეოსი. პირველი ნაწილი შავუოთის დღესასწაულის. რატოა ეს ცნობილი, რითია ეს ცნობილი ეს 50-ე დღის დღესასწაული. თქვენ იცით, რომ 50-ე დღეს ღმერთმა სინაის მთაზე ისრაელ ერს მიცა თორა უბოცა. ამას მეორენერად ამ დღესასწაულს უძახიან მათაჰატორა, ანუ თორის ბოძების დღესასწაულია ესე კიდევ. ასევე ამ დღესასწაულს უწოდებენ იომ ხამ ბიკურიმ, ანუ პირველ ნაყოფობის დღესასწაულია, ასეც უწოდებენ. ჩვენ ამაზე ყველაფერზე შემდეგში ვისაუბრებთ, მაგრამ მე მინდა აქ ერთ ასპექტზე ვისაუბრო, როდესაც სინაგოგებში ამ დღესასწაულებზე კითხულობენ ძველი აღთქმიდან ძალიან საინტერესო წიგნს, რომელსაც ქვია მეგილათ რუთის წიგნი. მეგილათ ივრითულად ეს პატარა წიგნებია და რუთის წიგნი თქვენ იცით, რომ პატარა წიგნია და ამ დღესასწაულზე კითხულობენ რუთის ისტორიას. რატოა მნიშვნელოვანი რუთის ისტორია და რატოა კავშირში რუთის ისტორია შავუოთან 50-ე დღის დღესასწაულთან? ერთი შეხედვით თითქმის არაფერი კავშირი არ აქვს. მაგრამ ჩემოკარგებო, თუ თქვენ ბიბლიას იკვლევთ, ძალიან ბევრ საინტერესო რამეს იპოვეთ შიგნით და ძალიან ბევრი სულიერი გაკვეთილია. რუთის წიგნი მე ძალიან მიყვარს. რუთის წიგნი ეს არის თეოლოგია პრაქტიკაში გაცოცხლებული. ანუ თეოლოგიური ცოდნა აქვთ და პრაქტიკაში როგორ იყენებდნენ ისინი ისრაელიანები, როგორ კარგად იყენებდნენ. აი ესე რომ ვთქვათ, ანუ დადებითი მხარი არის რუთის წიგნის პრაქტიკაში გამოყენების ამ თეოლოგიისა, რო ვთქვათ. ასე მოკლედ რო ვთქვათ, დღევანდელი თანამედროვე სიტყვებით. მას ასე თქვენ რუთის ისტორია ყველამ კარგად იცით, რუთი იყო მოაბელი ქალი, რომელიც იყო ნაყომანის რძალი, შიმშილობა ჩამოვარდნილი. აი მოდი წავიკითხოთ პირველი თავიდან როგორ იწყება. ესე იმ დღეებში მსაჯულთა მმართველობის დროს შიმშილი იყო ქვეყანაზე იუდას ბეთლემიდან კაცი გაიხიზნა მოაბის ველზე საცხოვრებლად თავისი ცოლსა და 2 ძესთან ერთად. ელიმელექი ერქვა ამ კაცს, მისოს ნაყომი. ძეები, თქვენ იცით, რომ ეს კაცი გარდაიცვალა მოაბის ველებზე, შემდეგ მისი 2 ვაჟიც გარდაიცვალა და გაიგო ნაყომმა, რომ ღმერთმა მოხედა ბეთლემს, იუდეას ბეთლემს და შიმშილობა აღარ იყო და გამოიღვიძა ერმა და ნაყომანმა გადაწყვიტა დაბრუნება ისრაელში. და უთხრა თავის რძლებს, რომელსაც უკვე ქმრები აღარ ყავდათ, რომ ისინი თავისუფალი ხართ ჩემიდანო, არაფერი მოვალები არ ახართ ჩემთანო, ამიტომ გთხოვთ, რომ დამტოვეთო. რაც ორფამ დატოვა, მაგრამ რუთმა არა. და ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი აქ ჩვენ, რასაც რუთის გაკვეთილში ვხედავთ. ნაყომანი თხოვს რუთს წადი დამტოვეო, ხოლო რუთის პასუხი არის ძალიან გენიალური პასუხი. ეს არის პირველი გასაღები ამ წიგნისა. თუ რატოა ეს დაკავშირებული სულთმოფელობასთან, ნახეთ.
უპასუხა რუთმა, ნუ მთხოვ რომ წავიდე და დაგტოვო, სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ, სადაც შენ გაჩერდები, მეც იქ გავჩერდები. შენი ხალხი, ჩემი ხალხი იქნება, შენი ღმერთი, ჩემი ღმერთი იქნება. სადაც მოკვდები, მეც იქ მოკვდები და ვიმარხე. ასე და ასე მიყოს უფალმა, თუ უფრო მეტეს, თუ სიკვდილის გარდა სხვა რამემ დაგვაშოროს ერთმანეთს. დაინახა ნაყომი, რომ მტკიცე გადაწყვიტა. მასთან წასვლა რუთმა და აღარაფერი უთხრა. ებრაულ ტრადიციაში ჩემო კარგებო ეს არის ესეთ რამეს უძახიან გიურის პროცესი. ადამიანს რომელსაც უნდა მიიღოს იუდაიზმი, მას ასე ადვილად არ ღებულობენ ჩემო კარგებო. პირველად მას სასტიკ ვარს ეუბნებიან, რომ რადგინა შენ ებრაელობა, რადგინა შენ იუდაიზმის მიღება. ანუ ფაქტიურად ღევანდელი იუდაიზმი და მაშინდელ ქრისტეს დროსაც იუდაიზმს არ იყო დაინტერესებული იუდაიზმის გავრცელებაზე სხვა ხალხებში. და ადამიანს ვისაც რწმენად უნდოდა, მას უნდა გამოეჩინა მტკიცე ხასიათი, რომ მან გიური უნდა გაიაროს. ჩემმა მეგობარმა აღარ ვასახელებ, სულ ახლახანს გაიარა გიური და გახდა ამ ისრაელის ერის ნაწილი, რომელსაც ულოცავ მაზალ ტოვ, ჩემო ახი. თითქმის 6 წელი გადიოდა გიურის პროცესს გერმანიაში. ის ქართველი იყო და მან გადაწყვიტა მიეღო იუდაიზმი და 6 წლის მანძილზე მას უწევდა მთელი პროცედურების, მთელი სწავლა, მიშნის სწავლა, ყველაფერი ამის სწავლა უწევდა, რათა გამხდარიყო ამ ისრაელის ნაწილი. ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილია აქ ჩვენთან და ისტორიკოსებიც გვასწავლიან, ეკლესიის ისტორიაც გვასწავლებს, რომ პირველი ქრისტიანებიც ასე ადვილად არ ხდებოდნენ. აი მე მინდა ქრისტე და всё. ამათ მთელი ის სჭირდებოდათ. განსაკუთრებულ წარმართებზე ვამბობ ლაპარაკს. ადამიანებს ვისაც არ ჰქონდა ღმერთზე გაგებული. აქ არ არის ლაპარაკი ჩვენ მოციქულთა საქმეებში, რომ ხედავთ ხანდახან შეცდომაში შევყავთ, როდესაც ადამიანი იღებს იესო ქრისტეს უწყებას, ის უცებ იღება. არა, ჩემო კარგებო, მათ ბაზა ჰქონდა. ისინი სინაგოგაში სწავლობდნენ ძველ აღთქმის წიგნებს და ისინი ადვილად ღებულობდნენ იესო ქრისტეს, რადგანაც ისინი უკვე მზად იყვნენ, მზადების პროცესში იყვნენ. ამიტომ ღებულობდნენ ისინი იესო ქრისტეს ადვილად. ხოლო წარმართი, ვისაც გაგონილი არ ქონდა საერთოდ არც ერთი ღმერთის შესახებ, არც იუდაიზმის შესახებ, იმათ ადვილად არ ღებულობდნენ, იმათ თელ რიგი სწავლებები უნდოდათ გაევლოთ და შემდეგ მათ ნათლავდნენ და ეს პრინციპი რატომღაც შემდეგ დაირღვა. როდესაც ეკლესია გახდა სახელმწიფო სტრუქტურის ნაწილი, მაშინ ეს პრინციპი დაირღვა და ძალით ხდებოდა ადამიანების გაქრისტიანება, ნებით თუ უნებო. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ქრისტიანულ სამყაროში და ჩვენ მგონია რომ ქრისტიანები ვართ, რადგანაც დავიბადეთ ქრისტიანულ სამყაროში, რადგანაც დედმამაა ქრისტიანი და აი მე მოვინათლე ბავშვობაში ქრისტიანი და ქრისტიანი ვარ. ეს არაა ქრისტიანი, ჩემო კარგებო. ეს არ ნიშნავს ქრისტიანობას. ეს ნიშნავს ყველაფერს, ოღონდ ქრისტიანობას არ ნიშნავს. ქრისტიანობა, როგორც ეს აქალიონება ნაყომას, პირველი გაკვეთილი რაც მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის მტკიცე გადაწყვეტილება, გაყვე ისრაელის ღმერთს და შეუერთე ისრაელის ერს აღთქმაში. აღთქმის მემკვიდრე, როგორც პავლე მოციქული ვეუბნება, რომ ჩვენ იესოს მეშვეობით ვართ აღთქმის მემკვიდრეები, რაც აბრაამს შეჰპირდა უფალმა, იმის მემკვიდრე ვარ ჩვენ ქრისტე იესოში. მაგრამ ამისათვის შეიძლება ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება ამისათვის, როგორც ეს გააკეთა რუთმა წასულიყო ნაყომანთან. ერთად დაბრუნებულიყო ის ერეც ისრაელში. ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილია და ეს პირველი გასაღებია თუ რატოა სულთ მოფენობასთან დაკავშირებული. სულ ახლახან ჩვენ ვიზეიმეთ პასექი და თქვენ იცით რომ პასექიდან 50-ე დღე შავუოთი ეს არის 7 კვირეები და უფალეუნება 7 კვირა გადათვალე პასექიდან, ანუ 59 დღე და 50-ე დღე ეს არის 50-ე დღის დღესასწაული, რომელსაც ქვია შავუოთი და სულთ მოფენობის დღესასწაული. ამაზე ჩემ შემდეგ ვიდეოში ვილაპარაკეთ, მაგრამ რატო აკავშირი? კავშირში ის არის რომ ჩემო კარგო,
პასექი ეს ადამიანის გადარჩენის დასაწყისია. შავუოთი მისი დასასრულია. და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვესმოდეს. ებრაელები ამბობენ, რომ პასექის ნაწილია არის შავუოთი. პასექის სისულეში ეს არის შავუოთი მთლიანობაში. ანუ ქრისტე ჩვენი პასექია რომ ვამბობ, პავლე მოციქული როდესაც ამბობს, ქრისტე ჩვენი პასექია გულისხმობს ზუსტად იმ სულ მოფენობაში და სულიწმინდის გადმოღვრასაც გულისხმობს. რადგან ისიც პასექის ნაწილია. პასექის ნაწილია, ჩემო კარგებო, მე მინდა ახლა რომ თავიდანვე კარგად იცოდეთ. პასექის ნაწილია უშუალოდ პასექის დღესასწაული, როდესაც იესო ქრისტე ეწამა ჯვარზე ჩვენი პასექი. პასექის დღესასწაულია ქრისტეს აღდგომა მესამე დღეს, როდესაც ძველ აღთქმაში ჩვენ ვუძახით მას ძნის შერხევის დღესასწაულს. აგრეთვე პირველი ნაყოფის დღესასწაულსაც უძახიან ამას მეორენაირად. და მესამე ეს არის სულთმოფენობის დღესასწაული, რომელიც პასექთან მოიცავს ამ დღესასწაულს. ხედავთ რამდენია და კიდევ არის უფუარობის დღესასწაული, ეს მეოთხე დღესასწაულია, მაგრამ ესეც პასექის ნაწილია, მაგრამ იმდენად ახლოსაა უფუარობის და პასექის დღესასწაული, რომ ხშირ შემთხვევაში ერთ დღესასწაულად განიხილავენ და ამაში შეცდომა არაა. არაფერი შეცდომა არაა, რომ იცოდეთ. მაშ ასე. პირველი გასაღები. რუთი გამოვიდა, გახდა გადარჩენილი, გახდა მიიღო ისრაელის ღმერთი, მაგრამ მას ჯერ პროცესი არ აქვს გავლილი. ის პროცესი, რომელსაც ივრითულად ქვია გეულა. თქვენ თუ უსმენთ ჩემ ვიდეოებს, მე ლაპარაკობდი, რომ სამი სიტყვა აღნიშნული ძველ აღთქმაში, თანახის წიგნებში ადამიანის დახსნა. დახსნა, რომელსაც იეშუა ქვია, ანუ დახსნა საშიშროებისაგან, როცა შენ ეხლა გვტები და ეხლავე დაგიხსნიან. გეულა ეს არის პროცესიდან გამომდინარე დახსნა, რაღაც პროცესიული და მეორე არის პიდიონ გამოსყიდვა. გამოსყიდვა, როდესაც ადამიანის საფასურს იხდის ეს სამი გააკეთა იესო ქრისტემ ჩვენთვის. და ეს რუთის წიგნი და რუთის ისტორია არის ზუსტად ამ სამივე პროცესს გვიყვება ჩვენ. პირველი პროცესი ეს არის, რომ ის გახდა დახსნილი, ის იყო რუთის რძალი, გახდა ისრაელის ერისშვილი, მაგრამ მან დაკარგა ქმარი და ის იყო თავისუფალი. მას ჭირდებოდა გიულას დახსნა, მას ჭირდებოდა პროცესული დახსნა, რასაც ქვია. პროცესიდან გამომდინარე დახსნა ჭირდებოდა. რას ნიშნავს პროცესიდან გამომდინარე დახსნა? წმენით სიარულში რო ადამიანი თავისუფლდება რაღაც მავნე ჩვევებისაგან, მავნე ზეგავლენებისაგან, მავნე ფიქრებისაგან, მავნე უნარჩვევებისაგან, ყველაფრისაგან, ამას ქვია გეულა. პროცესუალური დახსნა ქვია მას. პროცესიდან გამომდინარე დახსნა და ამას ვხედავ ჩვენ რუთის წიგნში, ჩემო კარგებო. გახსოვთ იესო ქრისტემ როცა აღდგა და მოციქულებს ონებო, რომ არ გასცილდეთ იერუსალიმს. იერუსალიმი ეს არის ღმერთის თანდასწრების ადგილი. ჩემო კარგებო, რომ იცოდეთ. ღმერთის თანდასწრებას არ გასცვეთო. ამიტომ არა წავიდა რუთი ნაყომას, არ მოსცილდა. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. და უყურეთ, შემდეგ რა ხდება? ასე დაბრუნდა ნაყოფი თავის ძალთან მოაბელ რუთთან ერთად და ქერის მკა იწყებოდა ბეთლემში რომ მივიდნენ. ქერის მკა, ჩემო კარგებო, ზუსტად იწყება 50 დღესასწაულის დაწყებამდე. რამოდენიმე დღით ადრე. დაახლოებით 10 დღით ადრე, ვთქვათ ასე, იწყება ქერის მკის დღესასწაული. ქერს იღებს მთელი ისრაელი, ანუ ნაყომანი რუთი მივიდა ისრაელში, ბეთლეხემში, პურის სახლში მივიდა. ბეთლეხემი ეს არის პურის სახლი. ნაყომანი, ჩემო კარგებო, ეს ითარგმნება როგორც სასიამოვნო მიმზიდველი და რუთი იყო სასიამოვნო მიმზიდველთან და ღმერთთან ურთიერთობა არის სასიამოვნო მიმზიდველი. ხოლო ბოაზი, ვის ყანაშიც ის წავიდა შემდეგ სამუშაოდ, ბოაზი ითარგმნება როგორც ძლიერი, მასში არის ძალა.
და ნახეთ რას აკეთებს რუთი. მეორე თავი ასე იწყება. ნათესავი ყავდა ნაყომის ქმრის მხრიდან ელიმელექის საგვარეოდან ძალზე შეძლებული კაცი სახელად ბოყაზი უთხრა მოაბელმა რუთმა ნაყომის წავალ ყანებში და თავთავებს ავკრებ იმათ ნამკალში ვის თვალშიც მალს პოვებ უთხრა ნაყომემ წადი ჩემო ასულო. რა პროცესია ახლა ჩემო კარგებო რომ იცოდეთ რჯულის მიხედვით როდესაც მკა ხდებოდა და ადამიანი მოსავალს იღებდა მუშები მოსავალს იღებდნენ გარკვეულწილად ისინი ყველაფერს ვერ იღებდნენ იმიტომ რომ შეუძლებელია და რაღაც ნაწილი დაბლა რჩებოდა კალოებში ვარდებოდა ამ დროს უკან ადამიანს შეეძლო ვისაც უქონელი იყო და ვისაც არ ქონდა არც მიწა და არც ყანა ან შეიძლება ქონდა ყანა და მაგრამ მისი დამუშავება არ შეეძლო ამ დროს ესეთი ადამიანები მიდიოდნენ და კრებდნენ იმისგან დარჩენილ რაც რჩებოდათ მათ. ეს იყო მიღებული პრაქტიკა რჯული ამას ითვალისწინებდა ჩემო კარგებო რომ იცოდეთ. ეს წესი იყო და ამიტომ ნაყომანის წავიდა ველებზე. ისა რუთი წავიდა ამ ბოაზის ველზე. და ნახეთ დაინახა ეს ბოყაზმა ეს ყველაფერი რომ რუთი მუშაობს და ნახეთ რა შეუნება. კითხა ბოყაზმა მსახურს რომელიც თავზე ადგა მომკელებს. ვისია ეს ყმაწვილი ქალი? მიუგოს მომკელთა უფროსმა დაუთხას. მოაბელია ეს ყმაწვილი ქალი. ნაყომთან ერთად დაბრუნდა მოაბის ველიდან. თხოვა ამაკრეფინე შემაგროვებინეთ მომკელთა კვალზე. დილიდან მოყოლებული შრომობს, მხოლოდ მცირე ხნით შეისვენა სახში. მაშინ უთხრა ბოყაზმა რუთს, მომისმინეთ ჩემო ასულო. ანუ ბოყაზმა დაინახა რუთის მონდომება, რომ რუთი კრებდა. ჩვენ სულიერი გაკვეთილი არის ზუსტად იმაში, რომ ის, რასაც ის ეკლესიაში ისმის აყალმისული ადამიანი, რომელიც მიდის, ის ბიბლიას კითხულობს, ის სწავლობს, ის იღებს იმ საკვებს, რასაც მთელი ის ხალხი იღებს. მომკელები ამ შემთხვევაში არის ის მსახურები, რომელიც ემსახურებიან სიტყვით, ზოგი პრაქტიკით, ზოგი სიკეთით, ზოგი ქველმოქმედებით, მაგრამ ამას შენ ისუთავ ყველაფერს სწავლობ ამას. და როგორი მონდომებული შენ ხარ, აქედან გამომდინარე ბოყაზი მოქმედებს ძალიან მაგრად. ბოყაზი აქ არის პროტოტიპი იესო ქრისტესი, ჩემო კარგებო რომ იცოდეთ. და ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილია სულთმობერნობასთან დაკავშირებით. და მე ბოლოში ვიტყვი ამას ყველაფერს, რა კავშირში ეს. მაშინ უთხრა ბოყაზმა რუთს, მომისმინეთ ჩემო ასულო, ხვის ყანაში ნუ წახვალ, ანუ სხვა ეკლესიებში ნუ დარდიხარ, არ წახვიდე. ასაკრებად, ნურსად გადახვალ აქედან, ჩემს საღურ ქალებთან დარჩი. დარჩი ჩემს თანდასწრებაში, დარჩი ჩემს სწავლებაში, რომელსაც მე ვასწავლი ჩემს ხალხს. აიყანა რომელსაც მკიანი, იარე მომკელთა კვალზე, ანუ რას მსახურები, რასაც აკეთებენ, ის გააკეთე. ბიჭებს უზარი რომ არ დაგიშავლო. თუ მოგწყურდა მიდი ჭურჭებს და საიდანაც ბიჭები იღებენ წყალს და დალიე. რასაც ისინი იღებენ, ყველაფერი მიიღეო. პირქვე დაემხო რუთს და თაყვანის მიწამდე და უთხრა. ეს არ გეგონოთ რომ თაყვანს სცემდა რუთი. მოაბელს და ბოყაზმა ეს თაყვანისცემა მიიღო იმათ. ეს მიღებული პრაქტიკა იყო აღმოსავლეთში, ეს არ ნიშნავს იმას რომ თაყვანს სცემდნენ მას როგორც ღმერთს. ეს ნიშნავს რომ პატივის მიგება ეს მადლობის ნიშანია, დავის დახრა. ეს ასეთი მიღებული პრაქტიკა იყო. მით უმეტეს თუ ადამიანი იყო ღარიბი, ის მეტი მოწიწებით ცდილობდა, მეტი მოწიწება გამოიჩინა თავის ბატონის მიმართ. ეს მიღებული პრაქტიკა იყო ახლო აღმოსავლეთში. და ეუბნება, რა მადლი ვპოვე შენს თვალში, რომ უცხო ტომელი შემამჩნიე. უცხო ვიყავი ღმერთო იესო, რა გავაკეთე? არაფერი არ გაგიკეთებია. ეს მადლია, მადლი ხალხო, მადლი რომელიც მუშაობს, მაგრამ ეს მადლს აქვს მეორე მხარეც. ზუსტად ამ მეორე მადლზე გვეუბნება რუთის ეს წიგნი. მაცა ხენ ბეინაი ივრითულად, ხენ ეს არის მადლი. მაგრამ მადლი ითარგმნება როგორც სასიამოვნო, სასურველი, მოსაწონი, მიმზიდველი. და თუ ჩვენ ამ განმარტებას გამოვიყენებთ ამ წიგნთან მიმართებაში, რუთის და ბოყაზთან მიმართებაში, ბოყაზი პასუხს ემს, რატო პოვა რუთმა მადლი.
უთხრა ბოყაზმა, გაგებული მაქვს ყველაფერი, რაც დედამთვილისთვის გააკეთე. შენი ქმრის სიკვდილის შემდეგ როგორ დატოვე მამაშენი, დედაშენი, შენი სამშობლო, შენი ქვეყანა, მოხვედე ხალხთან, რომელსაც არ იცნობდი აქამდე. უფალმა მოგაგოს მაგ საქმისათვის, სული საზღაური მოგეძღოს უფლისაგან ისრაელის ღმერთისაგან, რომლის ფრთებს ქვეშ იპოვე თავშესაფარი. ძალიან საოცარ რაღაცას ეუბნება ბოყაზი. ანუ ჩემი კეთილი განწყობა და ჩემი მოწონება მოსაწონი რო ხარ ჩემთვისო. ეს არის მადლის ის მხარე, რომელიც უკვე ჩნდება ურთიერთობიდან გამომდინარე. ამ ქალმა დაიწყო ისრაელის ხალხთან მუშაობა, დაიწყო ამ ხალხთან მკერლებთან მუშაობა, ჭამდა, სვამდა, უერთგულად დატოვა თავისი წარსული ცხოვრება, დატოვა კერპსახური ცხოვრება, მიატოვა ყველაფერი და ჩაერთვა ამ ეკლესიის, ჩაერთვა ამ საკრებულოს, ქეხილას ცხოვრებაში ცხოვრობს ის ამით, სწავლობს და ამიტომ იყო ის მოსაწონი ბოყაზისათვის. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვესმოდეს. ამიტომ ეუბნება ბოყაზი ამას. და 23 მუხლი და როგორ წერია, და მიეწეპა რუთი ბოყაზის მსახურ ქალებს კრებდა თავსთან, სანამ ქერისა და ხორბლის მკა არ დასრულდა. ცხოვრობდა იგი თავის დედამთილთან ერთად. ეს პერიოდი არის ზუსტად 10 დღე ახსენილი შემოკარგება. 10 დღეში მოხდა ეს ყველაფერი, რომ იცოდეთ. და უყურე შემდეგ რა იწყება. ყველაზე მთავარი რაც იწყება, ეს არის რუთის მოქმედება ბოყასთან ერთად. მესამე თავი იწყება ძალიან მნიშვნელოვნად. უთხრა ერთ დღეს რძალს მისმა დედამთილმა ნაყომი, ჩემო ასულო. ისეთი თავშესაფარი უნდა მოგიძებნო, სადაც სიკეთე გეწევა. განაჩვენი ახლონათესავი არაა ბოყაზი, ვის მსახურებათაც იყვნენ. ამაღამ კალოზე იქნება ის ქერის გასანიავებლად. და ეს არის მეორე გასაღები ქერის გასანიავებლად. რატო ეს კავშირში სულთმოფენობასთან? მეკითხეთ, რომ ისინი მოვიდნენ, როდესაც იწყებოდა დაბრუნდნენ ისრაელში, როდესაც იწყებოდა მკა ქერისა და ხორბლის და აქ უკვე არის კალოზე, სადაც ქერის განიავება ხდება. განიავება, როდესაც ქერს ასე იღებენ, ჰაერში აგდებენ და ესე ქარი არნიავებს, ის რაც ჩატია და რაც მტვერია, მიდის ქარს მიაქვს. მომესმა ხმა, როგორ იწყება მოციქულთა საქმეების მეორე თავი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს მომენტი, რომ დააკავშიროთ თქვენ სულთმოფენობის დღესასწაულთან. და გეტყვით რატო? და მოულოდნელად ხმაური გაისმა ზეცამ თითქოს ძლიერმა ქარმა დაბერა. და აქ რუთის საქმეებში ჩვენ ხედავთ, რომ ქერის გასანიავებლად. ქერს ანიავებდნენ ზუსტად 59 დღეს. დღესა და 50 დღეს შორის. შვალედი იყო ეს ზუსტად. ერთი დღე. საოცარია რა. ძალიან საოცარი რაღაცაა შემოკარგებო. ეს პარალელები იმიტომა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვესმოდეს, რომ ღმერთს თავისი გეგმა და თავისი მოქმედების კალენდარი აქვს. არაფერი ბიბლიაში შემთხვევით არ წერია. და ნაყომიც ეუბნება თავის რძალს, რუთს, რომ მიდი ბოყაზის ველში და გააკეთე ის, როგორც მე დაგარიგებ შენ. და მიდი ზუსტად იმ დროს, როდესაც სულთმოფენობის დღესასწაული არის მეორე დღეს, 50 დღე. და ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ხდება რუთის ამ ისტორიაში. კითხა ბოყაზმა, ვინ ხარ? უპასუხო, მე ვარ რუთი, შენი მხევალი, გადმოვაფარე შენ მხევალ სამოსის კალთა, რადგან ნათესავი ხარ. ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა აქ შემოკარგებო, გადმოვაფარე შენ მხევალ სამოსის კალთა, ანუ იქორწინეო ჩემზეო, ფაქტიურად რუთმა ესე უთხრა, რადგან ნათესავი ხარო. ნათესავი ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახლო ნათესავი დეიდაშვილი და პაპამინდაშვილი, არა. აქ არის სიტყვა ნათესავი,
რომელიც შეესაბამებოდა ყველაზე ახლოს, ალბათ იმიტომ თარგმნეს ასე, მაგრამ სინორაში აქ ივრითული სიტყვა არის გეოლა, გამომსყიდველი. გამომსყიდველს რატო უნდა ყოფილიყო გამომსყიდველი? რადგანაც მხოლოდ ნათესავს შეეძლო გამოესყიდა. რჯულის მიხედვით ლევივანტოვი ქორწინებები, როდესაც ხდება, ლევივანტოვი ქორწილი ეს ნიშნავს, როდესაც ადამიანს მოყავს ცოლი, მაგრამ ის დაიღუპა და შვილი არ შეეძინა, არ ყოლია შვილი ამ ქალთან, თავის ცოლთან. ცოლს აქვს უფლება გაყვეს ძმას და ძმამ უნდა აღუდგინოს თავის ძმას თესლი, ანუ შვილი. და ის იქნება იმ ქალის და იმ გარდაცვლილი მამის შვილი და ეს ნიშნავს გამოსყიდვას. გეულა პროცესიდან გამომდინარე გამოსყიდვა. ქორწინება არ არის გამოსყიდვის გარეშე. ჩემო კარგებო, ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. ვიზე ვიყავით ჩვენ მსყიდულები? ადამიანის ცოდვის შემდეგ ადამიანები გახდა ეშმაკზე მსყიდულები. ცოდვის მონები ვიყავით ჩვენ, ცოდვაზე მსყიდული ვიყავით. ამიტომ ჩვენ გვჭირდებოდა ახლო ნათესავი. ნათესავი იგივე ადამი. პირველი ადამი დაეცა, მეორე ადამმა სიცოცხლე მოიტანა. პირველმა ადამმა სიკვდილი მოიღო, მეორემ სიცოცხლე მოიტანა. ნათესავი უნდა ყოფილიყო, ჩემო კარგებო. ამიტომაც ეუნება ბოყას. მე შენთან აღთქმაში მინდა რუთი ეუნება. შემოვიდი, გადმომფარე შენი კალთა. ეს აღმოსავლური ტერმინოლოგია და უნდა გვესმოდეს. რუთი ეუნება ცოლად მომიყვანეო. და ბოყაზი ეუნება შენ ხო გამომსყიდველი ხარო. ბოყას ეუნება. ძალიან საოცარი რაღაცაა და ბოყაზი რა თქმა უნდა მიდის აკეთებს ამას ყველაფერს, გამოსყიდვას აკეთებს რუთის. ეს აღარ გავაგრძელებ ამ ისტორიას. თუ თქვენ დეტალურად გაინტერესებთ, ალბათ მე დრო რომ მექნება ან საშუალება და ღმერთი ინებებს დეტალურად განვიხილავთ ამ რუთის წინს ჩვენ მივყვებით, მაგრამ მე ვეცადე მოკლედ და უკვე 28 წუთია ვლაპარაკობთ ამ ემაზე. ამ სულთ მოფენობის პირველ ასპექტზე. მე-13 მუხში წერია მეოთხე თავის. წაიყვანა ბოყაზმა რუთი, გახდა იგი მისი ცოლი. შევიდა მასა და მისცა მას უფალმა ორსულობა და შვაძე. დედაკაცებმა უთხრეს ნაყომის, კურთხეულია უფალი, დედამთილი, ვინც არის რუთის. კურთხეულია უფალი, რომელმაც არ დაგტოვა უმემკვიდრო, სახელოვანი იყოს იგი ისრაელში, სიცოცხლეს განგიხალისებს და მარჩენად გეყოლება სიბერში, რადგან შენმა საყვარელმა რძალმა, რომელიც 7 ვაჟიშვილის გირჩევნია, გიშვა იგი. აიყვანა ნაყომი ბავშვი, კალთაზე დაიწვინა და გახდა მისი გამდელი. ანუ ის სახელი მეზობლებმა ქალს აარქვეს, ნაყომზე დაარქვეს სახელად ყობედი. ის იყო მამა იესების. ყობედ ნიშნავს აქ ქართულად არასწორად ნუ ხო, მაგრამ ივრითად არის ოვედ. ნიშნავს ოვედ მსახურს, თაყვანის მცემელს. ანუ ხედავთ, რუთის და ბოაზის ნაყოფმა გამოიღო მსახური თაყვანისცემა. სულთ მოფენობამ მოიტანა მოწაფეებში მსახურება და თაყვანისცემის სურვილი. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი სურვილი, გაკვეთილი, რომელიც მე დღეს მინდოდა მეთქვა და ამიტომაც ებრაელები კითხულობენ ამ წიგნს, სულთ მოფენობის დღესასწაულზე გახდა მოაბელი რუთი ქალი, ისრაელიანელი, სრულუფლებიანი ისრაელის ასული. და მინდა დავამთავრო ეს ეფესელთა მეორე თავის მე-13 მუხლი. ეს არის გასაოცარი პავლეს სიტყვები და ეს პროცესი მოიტანა სულთ მოფენობამ. სულთ მოფენობის დღესასწაულზე რუთი გახდა გამოსყიდული. ბოაზმა გამოისყიდა რუთი და გახდა მისი ქმარი. სულთ მოფენობა ეს მარტო სულის გადმოვლინება არა, ეს არის გამოსყიდვა. პროცესიდან გამომდინარე გამოსყიდვა და ძალიან მნიშვნელოვანი რამეა ესაც. და ნახე პავლე მოციქული ეფესელთა მეორე თავის
მე-11 და მე-12 მე-13 მხრივ. ამიტომ გახსოვდეთ თქვენ ოდესღაც ხოცერად წარმართი, რომელიც წინა დაუცვეთლებს გიწოდებდნენ ისინი, ვინც წინადაცვეთილი ერქვათ ხორცის წინადაცვეთით, რაც კაცის ხელით სრულდებოდა. იმ დროს ქრისტეს გარეშე იყავით ისრაელის კრებულისაგან გაუცხოებული, ანუ ისრაელის, ანუ ებრაელებთან შორს იყავით ებრაელებიდან, აღთქმის ცნებისათვის უცნობი, ანუ არ იყავით აღთქმაში თქვენ და არ იცნობდით ერთ ღმერთს. იმედად არ გაგაჩნდათ და უღმერთოდ იყავით წუთის სოფელში. ახლა კი ქრისტე იესოში ყოფნით თქვენ ოდესღაც შორეული ახლობლები გახდით ქრისტეს სისხლის მეშვეობით, ვინაიდან ის არის ჩვენი მშვიდობა, რომელიც ორი ერთად აქცია და დაანგრია მათ შუა აღმართული ზღუდე. ზღუდე ეს იყო ტაძარში, სადაც იყო წარმართა ეზო. წარმართა ეზო იყო ესეთი და მათ არ შეძლოთ ებრაელთა მხარეს გადასვლა, ისინი სიკვდილით კი შეიძლება მომკვდარიყვნენ. ამიტომაც იუდეველები არ იყვნენ დაინტერესებული წარმართების მოქცევას იუდაიზმისაკენ, ჩემო კარგებო. სულთმოფენობას დღესასწაული ეს არის ის პირველი ასპექტი, ერთი ასპექტი გითხარით რუთის ისტორია. სულთმოფენობას მოხდა წარმართა დახსნა, მაგრამ მოციქულებს ეს გვიან გაეხსნათ სამწუხაროდ. მაგრამ ის რო გაეხსნათ, მადლობა ღმერთს რო გაეხსნათ, სანამ უშუალოდ არ დაინახა სულთმოფენობის გამოვლინება პეტრე კორნელიოსის ოჯახში, მანამდე პეტრე სულ ეჭვებში იყო. მაშასე დღევანდელ დღეს მე მინდოდა და მეჩვენებინა თქვენთვის ეს მნიშვნელოვანი ასპექტი. სულთმოფენობა, რომელიც არის 50 დღის დღესასწაული. პირველი ასპექტი, ეს არის პარალელები რუთის ისტორიასთან. რუთი წარმართი ადამიანი, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო, გაყოლოდა ისრაელის ერს, ისრაელის ღმერთს, გახდა ისრაელის აღთქმის მონაწილე. ეს არის რუთის ისტორია, რომელიც პარალელურია ყველა იმ წარმართებიდან მოქცეული ადამიანმა, ვინც მიიღო იესო ქრისტე გულში და გახდა ქრისტეს მოწაფე. ამიტომაც ნამდვილი ქრისტიანი გამორიცხულია იყოს ანტისემიტი და ებრაელების მოძულე. ეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მცნებებია, ჩემო კარგებო. დანარჩენ ვიდეოში ჩვენ ველაპარაკებთ უკვე უშუალოდ თორის ბოძების დღესასწაულზე, როგორაა დაკავშირებული ეს ყველაფერი 10 მცნებასთან და შემდეგ უკვე ველაპარაკებთ ამ დღესასწაულის მესამე ასპექტზე, სულის ნაყოფებზე, რომელიც ებრაელებს მოქონდათ 7 ნაყოფი. მაშასე ვიყურეთ ჩვენ, გაგრძელება იქნება. ხაგ შაუოთ სამეა, ხავერიმ.